სანამ მთელი მსოფლიო შოკირებულია იმ ფაქტით, რომ დონალდ ტრამპმა მოიგო არჩევნები ამერიკის და არა კამალა ჰარისმა, მე როგორც ასტროლოგმა პრინციპში ვიცოდი ისედაც, რომ ასე მოხდებოდა. რატომ ვამბობ ახლა ამას? იმიტომ რომ იუპიტერი წარმატების და იღბლის მომტანი პლანეტა, მაისის ბოლოდან მოყოლებული 1 წლით გვაქვს ტყუპებში ტრანზიტულად, რაც ნიშნავს, რომ ტყუპებისთვის ძალიან ნიღბლიანი წელია, ხოლო დონალდ ტრამპი არის ტყუპი მზითი. რაც შეეხება კამალას, კამალა არის უკვე სასწორი და სასწორებს ძალიან რთული პერიოდი აქვთ, განსაკუთრებით ივლისიდან, როდესაც შავი მთვარე შევიდა სასწორში. სასწორებს საკმაოდ საბადისწერო და რთული პერიოდი აქვთ. კანმული კვანძების მდებარეობაც გვაქვს დაღმავალი სასწორში და შავი მთვარე სასწორში. ამიტომ ვერ ვეტყვით, რომ მარტივი წელია სასწორებისთვის. რაც შეეხება თავად ტრამპის პოლიტიკურ კურსს, აქ თავად ასტროლოგია გვეუბნება, რომ ყველა ტყუპებს ახასიათებთ ერთგვარი გაორებულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თავისუფლად შესაძლებელია, რომ ტრამპმა ითამაშოს ორმაგი თამაშები, ორმაგი სტანდარტებით, ზუსტად ისე, როგორც მას აწყობს და მის ქვეყანას. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ზუსტი პროგნოზი იმისა, თუ ვის მხარეს დაიჭერს კონკრეტულად ტრამპი პოლიტიკურად, ეს ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, რომ მაინც ადგილი ექნება ორმაგ თამაშებს. მე ყველას ვუსურვებ მშვიდობას.